არსებობს სიმართლე, სინამდვილე და ჭეშმარიტება. სიმართლე არის ის, რასაც ჩვენი თვალებით ხედავთ. სინამდვილე არის ის, რაც მის მიღმაა. ხოლო ჭეშმარიტება არის ის, რომ არც სიმართლე არსებობს და არც სინამდვილე. მოკლედ, ყველაფერი სუბიექტურია. ხო და ჭეშმარიტება თუ ეგაა, რომ არც სიმართლე არსებობს და არც სინამდვილე, მისი ძიება ერთ დიდ წრეზე ტრიალს გავს. ხო და შენს თუ არ გინდა უსასრულოდ ერთ წრეზე სიარული, გამოიწერე წრე და გამოყვევი ჭეშმარიტების ძიებაში. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ბაზარი არა და დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ იბაძრებენ ცოტნე და სოსო. როგორ ხართ, ბიჭებო? კარგად, თოთ. ჩვენივრეთ. როგორი განწყობაა? წინასაფეხბურთო და შესაბამისად ხო, დღეს ვეთამაშები ჩაწერის დღეს სომხებს უკვე აქ 3 თვალი მოგვებული გვაქვს იქ და იმედია დღესაც მოვიგებთ დამაჯერებლად. აი ზოგადად დებატები რამდენად მნიშვნელოვანია, მაგაზე მინდა დავიწყო საუბარი რა მაყურებელთანაც და თქვენთანაც რა. ხო, შეიძლება იყოს ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, რომ მაგისტვის არ გცხელაო ვიღაცები გამბობდნენ, მაგრამ ჩემი აზრით ყველა თემაზე ზოგადად ვით უმეტეს პოლიტიკურ თემაზე დებატების მნიშვნელობა აუცილებელია რა და თქვენს მინდა რომ მაგაზე თქვენი აზრი მითხრათ. რამდენად საჭირო. ზოგადად დემოკრატიულ სახელმწიფოში დებატები არის ასე თქო თავარი ინდექსი რამდენად გაქვს ქვეყანაში დემოკრატია, ის დემოკრატია, რასაც დასავლური დემოკრატია ეწოდება და არ არსებობს დროსა შილობის და რაღაც კონკრეტული საკითხის განხილვის და კამათის დრო არ არის ერთგვარი მონეტას როგორც ორი მხარე აქვს, ორივე მხარეს უნდა ხედავდე და უკეთეს ირჩევდე. მგონია რომ დებატები არის ყოველდღიურობის ნაწილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეთანხმები კი ჩვენს ხო, რავი, დაახლოებით იგივეში ვიტყოდი მეც ერთი იმას დავამატებ, რომ სივრცეში სადაც ანუ აზრთა გაცვლა არ ხდება განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი ადამიანები ერთმანეთს არ ესაუბრებიან, ვიღებთ სამწუხაროდ იმ რეალობას, რაც საქართველოში გვაქვს, რომ ყველას გონია, რომ მარტო მისი პოზიცია არის სწორი, საწინააღმდეგოს არ უსმენს და შედეგს იღებ იმას, რომ ძალიან ახლობელმა ადამიანებმაც კი შეიძლება ელემენტარულ საკითხზე უბრალოდ იმდენად მწვავე კამათში შევიდნენ საბოლოოდ ერთმანეთთან, რომ ის შედეგი მივიღოთ, რასაც ვიღებთ რა. ერთ დავამატებ კიდე ის არის, რომ სამწუხაროდ ეგეთი ასე ვთქვათ მიდრეკილება აქვს ქართულ საზოგადოებას, რომ აი შენ აზრზე მყოფ ადამიანებს იკრებ გარშემო, მაინც ახლა სოციალური წრე ისეთია, რომ ხშირად ერთმანეთს რაშიც უგებთ, მერე ერთად ერთნაირად მსჯელობთ რაღაცას და განსხვავებულ აზრზე მყოფ ადამიანებს რო ხვდები, მერე ცოტა გიჭირს უკვე იმასთან, ასე ვთქვათ, დიალოგის წარმართვა, თუნდაც ელემენტარულ საკითხზე რა. ეთანხმები. კაი, თუმცა თვართ მოდი შეგვიძლია დავიწყოთ. მინდა იყოს მოდი ჯეირანით გადავწყვიტოთ. ხო იცით ჯეირანის თამაში? ირა ერთიც. აჰა. დაიწყებს სოსო, მოკლედ აქვს ხათიანო თემა, შეგიძლია ამოიღო ნებისმიერი და თქვა პოზიცია ეთანხმები თუ არა ნიშნულდებულებას. კაცობრიობისთვის AI-ის განვითარება საშიშია. ეთანხმები. შენ ავტომატურად მოგიწევს პოზიცია დაიცვა, რომ არ არის საშიში. ან შეგიძლია ერთი ვეტოს უფლება გაქვს, შეგიძლია ბარათი შევცვალოთ და ახალი ამოვიღო. ვიდებოდოთ. ანუ არ ეთანხმები. აი, არგუმენტების მოსაფიქრებლად გექნება დაახლოებით 5-10 წუთი რამდენი სჭირდებათ და შემდეგ დავიწყო დებატი. მოვამზადეს ბიჭებმა არგუმენტები. სანამ დებატებს დავიწყებთ, უშუალოდ შეგახსენებთ, რომ ვიყოფებით ერთიებით ბარში, რომელიც მდებარეობს კიქოძის 9 ნომერში. აქ დაგხვდებათ ცოცხალი მუსიკა, კაი გარემო, კაი სასმელი. დანარჩენი თქვენზე როგორ გაერთობთ. აღწერაში იქნება ქვევით ლინკი Instagram-ს და Facebook-ს და უკეთ შეგიძლია გაიცნოთ როგორი კარგი სიტუაცია ამ ბარში. და მადლობას ვუხდი ბარს, რომ დაგვითმო ეს სივრცე გადასაღებად. თუ მზად ხართ, მოდი სოსომ რახანა მოიღო და იწყებს სოსო დაცვას არგუმენტებით, კაცობრიობისთვის AI-ის განვითარება საშიში. ამდებული. რამოდენიმე არგუმენტი მაქვს, ოღონდ ამ არგუმენტებს, ანუ შეიძლება ერთი-ორი დიდი არგუმენტი იყოს, რომელსაც ერთ თავის ჩაშლა იქნება. კაი, პირველი რასაც ვიტყვი არის, რომ ანუ ეკონომიკური ფაქტორია, სამუშაოები. დღეს რასაც ხედავთ არის, რომ AI-ის მექანიზაციაში გადატანა ძალიან მარტივად ხდება შესაძლებელი. ანუ
სამწუხარო რეალობა ისიც გვაქვს, რომ ინტელექტუალურ სფეროში ადამიანები შეიძლება იყვნენ დასაქმებული, მან ცალკე შესაძლებლობებს გთავაზობს კიდე AI და მაგაზე ცალკე ვისაუბრებ, მაგრამ აი შრომის მექანიზაცია რასაც ქვია, რომ აი მაგალითად ვიღაცა ამზადებს მანქანის ფარს, ვიღაცა აკეთებს, არ ვიცი, მანქანის კონკრეტულ ნაწილს ან რამე მსგავს. ანუ ესეც მძიმე ინდუსტრიაში და მექანიკურ შრომაში, ასე ვთქვათ, დასაქმებული არის სამყაროში ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი. და AI გთავაზობს შესაძლებლობას, რომ ანუ ეს ადამიანები უბრალოდ ამ პროცესიდან სრულად განზე გაწიო. შენ შეგიძლია რომ რაღაცა კომპიუტერს კონკრეტული ბრძანება მისცე და მას შეუძლია რომ რაღაცეები გაგიკეთოს. რასაც ხედავთ უკვე დიდი ინდუსტრიებში არის, რომ აი მაგალითად რაღაც კონკრეტული დანადგარი არსებობს, რაღაც ნაწილები უნდა აიწყოს და ადამიანი შეიძლება საერთოდ არ ეხებოდეს, უბრალოდ ის აკეთებს ყველაფერს. ამით ასე ვთქვათ, ჩვენ ვიღებთ ბიზნეს სექტორს, სადაც ბიზნესი ფიქრობს მოგებაზე, ანუ მას საერთოდ არ ჭირდება ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს ფული გადაუხადოს და იქირავებს უბრალოდ AI-ს და მას მისცემს თანხას არ მისცემს პირიქით. ის გაუკეთებს იმ საქმეს, რასაც ადამიანი უნდა აკეთებდეს და ესეთი განვითარების ტემპით ჩვენ ანუ თუ ძალიან სწრაფად წავა ეს ყველაფერი, მივიღოთ შეიძლება სიტუაცია, სადაც ანუ ადამიანები მოკლედ უსამსახუროდ დარჩება ძალიან ბევრი. მეორე რაც არის, ანუ ეს შრომის მექანიზაცია, სამხედრო შეიარაღება დღესაც განსხვავდება ძალიან ძლიერად ერთმანეთისგან სამხედრო შეიარაღებით სახელმწიფოები და ანუ ტექნოლოგიურად დაწინაურებული სახელმწიფოების შემთხვევაში მივიღებთ სიტუაციას, რომ მათი ძალა იმდენად გაიზრდება, რომ იმპერიული ამბიციები კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაიზარდოს. ამას ვერ შეაკავებს ვერაფერი. შემოქმედობითობის ნაკლი, ანუ ადამიანის არსი ეგ არის, რომ შემოქმედებითი არსებაა და შენ თუ ასე ვთქვათ, ყველაფრის მექანიზაციას იწყებ, ადამიანის არსის ამ რაღაც ნაწილს, ასე ვთქვათ, საფრთხეს უქმნი რა. რავი, დრო თუ აღარ არის, კი ბატონო. ხო, მე გეკნება. კი ბატონო. საერთოდ რო სადაც შეგიძლიათ გაცვალოთ არგუმენტები. აი, ცოტნე, მზად თუ ხარ, ჩავრთოთ შენი ორი წუთი. კი ბატონო. პირველ რიგში, რაზეც ვისაუბრეთ, არის სამუშაოების დაკარგვიშიში და მეორე არის სამხედრო შეიარაღების სავარაუდო და მომავალი რისკ ფაქტორები. როდესაც ვსაუბრობთ AI-ზე, კარგად დავფიქრდეთ AI-ს, რომელიც დედამიწის, რომელიც სამყარო ქმნის, ავტორიტარული აღმოსავლეთი თუ დემოკრატიული დასავლეთი და ამერიკა. დღესდღეობით AI-ს განვითარებას ძირითადად მუშაობს ამერიკა. ამერიკა, რომელიც თავის ფუნდამენტში არის დემოკრატიული, რომელსაც სხვა ბევრი ინსტიტუტი აზრობს. ამერიკაში თვითონ მოუდება რაღაც საშიში იარაღის შექმნა, ამას იქ სასამართლო აზრობს და მთელი რიგი ინსტიტუციები და არა დაუშვათ ირანი, სადაც ამას გამოიყენებენ რაღაც იარაღის შესაქმნელად, ამიტომ რაღაცა შიში რო ისეთ იარაღს შექმნით, რაც შეგვანადგურებს, არ გონია, იმიტომ რომ ოპენჰაიმერმა მაშინ გამოიგონა, როდესაც ნორმალურად კომპიუტერის არ მუშაობდა და სამუშაოების დაკარგვას რაც შეეხება, აქაც იგივე შინაარსი არის, იმიტომ რომ დემოკრატიულ პოლუსზე ვლაპარაკობ, სადაც მუშათა უფლებებს სერიოზულად იცავენ და ამ სერიოზული სასამართლო სისტემა ძალიან იცავს დასაქმებულს. ესე მარტივად კერძო სექტორი არ არის იმდენად რაღაცა wild capitalism, რომ ადგე და ნებისმიერი შენი თანამშრომელი გაუშვა. შენ იქ დაცული ხარ სასამართლოს მხრიდან. რაც შეეხება ჩემ არგუმენტებს, რატო არის AI კარგი, იმიტომ რომ გონია რომ ზოგადად კაცობრიობა რაღაც ახალ გამოწვევების წინაშე მიდის, ახალ გამოწვევები ვადებს რაღაცა ახალ მოთხოვნილებებს. ამის გვჭირდება დიდი ცოდნა და დიდი ესე მონაცემთა ბაზა, რასაც ავტომატურად აკეთებს AI და თანაც რაღაც რო წარმოვიდგინოთ რაღაც მეცნიერ დაწყება, რომელიც რაღაც საკითხზე მუშაობს, რაღაც ამ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ თუნდაც ის ცოდნა და რაღაც მიგდებები ძალიან მარტივად იკარგება რისი მაგალითებიც გვაქვს. მაგალითად რაღაცა ანტიკურ რომში რაღაც ფილოსოფიური რაღაც მოძღვრებები შექმნეს, მათ შორის გამოგონებები, მერე უკვე მე-19 საუკუნეში ვიღაცება რო იფიქრეს, რომ ჩვენ აღმოაჩინეთ და შეიძლება კარგი ახლის აღმოჩენილი იყო. უბრალოდ ის დაკარგული იყო და ამ დიდ მონაცემთა ბაზაში ეს ყველაფერი ინახება იმდენად, რომ ჩვენთვის ეს არის რაღაცნაირად სასარგებლო და თან ერთ-ერთი მთავარი რაც არის ბოლო არგუმენტი, რასაც ვთქვი, მუდმივად უნდა ვითარდებოდი და AI არის ამ მუდმივი განვითარების შედეგი. მუდმივად თუ არ ვითარდები და ავტომატურად ერთ ადგილას შევდები, ერთ ადგილას დაჭრება შეუძლებელია. იწყება რეგრესი. ამიტომ გონია რომ მუდმივი განვითარება საჭირო, რომ რეგრესი არ დავიწყოთ. ძალიან დიდი მადლობა. კაი, სხვა ჭრილში დაგვანახეთ რა AI-ის ფუნქციები, იმიტომ რომ ხშირად აი კონსპირაციის თეორიები სხვადასხვა რაღაცას გვეუბნებიან, რომ რაღაც AI გაგიზდება და ადამიანებს დაგვერევა და სხვა ჭრილში დაგვანახეთ, კაი იყო რა. კიდე გაქვთ რაღაც არგუმენტები, როგორც ხედავ ჩამოწერილი. საერთო დროზე ვილაპარაკოთ, მოდი მაგ არგუმენტებზე. ზად ხარ ჩავრთოთ, მოდი საერთო დრო, კაი შეხურება იყო და მოდი აღარ ჩავაქროთ ცეცხლი. ოკეი. დრო? მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვიყავი საფრანგეთში და მეტროს დაყავს AI სისტემას რა და როცა იცდებოდა პირველი პრობლემა ის იყო რომ რაღაც მომენტებში შეიძლება AI-ს ხონოდა ხარვეს და იქ რო ჩავედი პირველი რაც მითხრეს იყო რომ 10 ადამიანი ძალიან ტკივნეულად ერთმა ხელი მოიტეხა მეტროში იმის გამო რომ ანუ რაღაც მომენტში გაწყდა და ვსო რა
ანუ ვიღაცები დაზარავდნენ ძალიან და ეხა იმ ადამიანებს რავი სასამართლო კი შეიძლება მიხვიდა და უთხრა რომ იცი რა ეს მტკივნეული პროცესი იყო რაღაცა იქით-აქით მაგრამ ანუ ეგრე უმტკივნეულო პროცესად აღწერა რომ AI-ზე გადადიხარ და რაღაც გამოცდები რაღაც პრობლემებს არ შეგიქმნის შენ ანუ მაგ პროცესში ეგრე აღწერა ანუ არ არის კი ეგ მესმის მაგას ვიღებ არა ეგ პირველად შეგან არ მესმის მაგალითად მე-19 საუკუნის ამერიკულ პრესას რო გადახედო ელექტროენერგიაზე რო გადადიოდნენ იქ მთელი რიგი სტატიები იყო რომ აი იქ ვიღაც ადამიანი გარდაიცვალა ვიღაცამ ხელი მოკიდა სველი ხელი მოკიდა გარდაიცვალა ეს განვითარებას მუდმივად რაღაც შიში თანსდებს ადამიანური ეგ იმიტომ რაღაც სიახლეა და სიახლესთან ავტომატურად ადაპტაცია გჭირდება მაგრამ საბოლოოდ ის რაღაცა მე-19 საუკუნის ადამიანი რომელსაც ტესლას ვერ იტანდა იმიტომ რომ ის რაღაცა ელექტროენერგია იშმაკის რაღაცა დაჭდა დღეს მისი შთამომავლები მანქანებით დადიან ელექტროენერგიაზე შევკრათ ვერ იცხოვრებენ ეგ შიში თანსდებია რაღაც ცუდი ფაქტები მოხდეს რაღაცა ჯამურად რო აიღო უფრო მეტი სიკეთედებს ვიდრე უფრო მეტი ბოროტები კი ბატონო მაგას მივყავართ ჩვენ მეორე არგუმენტთან ერთი წეგანი დასთქვი რომ დემოკრატიული დასავლეთი არის ძირითადად AI-ის განვითარების გული ამერიკა ძირითადად კი ბატონო და იქ თქვი რომ დემოკრატიული ინსტიტუტები აღზევს ძალიან ხშირად იმ პრობლემებს რაც მე წეგან ჩამოთვალე. კაი ეს მეტროს მანქანის ამბავი რომ დავანებოთ მაგასაც რო თავი დავანებოთ. პირველი ის არის რომ ამ დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობამ სამწუხაროდ ადამიანებს მაგის მწარე გამოცდილებაც აჩვენა რომ ვიღაცა რაღაცას თუ ქმნის მაგას ხშირად ეგრე მარტივად დემოკრატიული ინსტიტუტი ვერ გიზღობს. მით უმეტეს ანუ ეხლა საუბრობენ იმაზე რომ ავტორიტარიზმის ახალი ტალღა მივიღეთ და დემოკრატიებშიც კი ყავს გვიჩნდებიან ისეთი ადამიანები რომლებსაც ანუ ეს დემოკრატიული ინსტიტუტები ვერ აზღვევს რა. რავი ორბანი ყავს იქით, ფიცო ყავს და ტრამპი ეხლა მოვიდა და პირველ რასაც ლაპარაკობენ არის ის რომ ტიპი ანუ ფედერალური მთავრობა მე ვარო ვიღაცას ეუბნება პირდაპირ და შენ მეუბნები რომ ანუ დემოკრატიული ინსტიტუტი ამერიკაში გადაგიზღობს იმას რომ აი ტრამპს რო გაუჩნდეს სხვა მაგის ამბიცია რომ აი AI შემიძლია რაღაცა ისეთი სამხედრო იარაღი შევქმნა რომელიც მე რაღაცა გლობალურ ჰეგემონიას მომიტანს ანუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის სხვა რაღაცებს. თან ერთსაც ვიტყვი ფაქტებს რო გავყვეთ დაუშვათ ორბანი, ფიცო და რაღაცა ერდოღანი ან პუტინი ქმნის თუ არა AI-ს. ფაქტია რომ ვერ ქმნის. ანუ ავტორიტარულ რეჟიმებში AI-ს ტექნოლოგია ვერ იქნება. ატომური იარაღიც მარტო იქ შეიქმნა. ამერიკაში რო გადავხედოთ, უკვე არაერთ სასამართლო მაგალითი გვაქვს USAID-ის დაფინანსების შეჩერება ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა ასევე რადიო თავისუფლება ანუ არა საქართველოს რადიო თავისუფლების ზოგადად კონგრესის რადიო თავისუფლების დაფინანსება გააუქმა ტრამპს უნდა კიდე რომ მოქალაქეობაში ეზღუდა ვიღაცებისთვის გააუქმა ანუ ტრამპის ბევრი რაღაცა უკვე რაღაცა ერთგვარი მემარჯვენეს სიგიჟე უკვე იქ დააზღვია ამერიკულმა დემოკრატიამ უკვე რაღაცა თავის გამოსდა ჩააბარა ხომ დღეს თუ არ იქნება ირანში და რუსეთში აი მაგის თქმა მინდა რა ხარ ნიშნავს რომ მომავალში არ არა არა თავისუფალი საზოგადოება ფიზიკურად ისტორიული წარსულია ეგეთი რომ დაკლება თავისუფალი საზოგადოება ვერ ქმნის გავს საბჭოთა კავშირს ხო ქონდა ატომური იარაღი საბჭოთა კავშირს უდიდესი ინტელექტუალური რესურსი ქონდა ეხლაც აქვს ანუ ინტელექტუალურ რესურსში შეიძლება კი კრებსით დასავლეთი ჯობნიდეს ამ წამს კრებსით აღმოსავლეთს მაგრამ ჩინეთი გაქვს იქ ხო ფაქტია რომ ვერ შექმნა კი ბატონო რა ხო ფაქტია რომ ვერ შექმნა რა ვერ შექმნა რუსეთმა ვერ შექმნა რაღაც ესეთი მაღალი დონის ჯერ ანუ თავიდან ატომური იარაღიც ატომური იარაღი ანუ ნახე მე მანდ გავარ ძალათა ბალანსზე რა ანუ თეორია გეუბნება მაგას რა რომ ძალათა ბალანსი თუ არ გაქვს არ მჯერა რაღაცა ხა იმ არაიმპერიალისტური და ვიღაცის ყვავილებიანი სიკეთეების რა ანუ ძალათა ბალანსი თუ გაქვს სტატუს quo შენ თუ გიჩნდება ერთი მხარე რომელსაც იმდენად დიდი შეიარაღება აქვს თუ სამხედროს დავედით მარტო რომ მეორე მხარეს აშკარად ჯამნის შენ აუცილებლად გიჩნდება დამატებითი კონფლიქტები რა და ატომური იარაღს რატო ამბობ კი კრებსით დასავლეთში შეიქმნა ატომური იარაღი გამოიყენეს და მე საბჭოთა კავშირში შეიქმნა და მე მიიღე სიტუაცია სადაც ძალათა ბალანსის გამო ანუ 70 წელი გაჩერებული იყო სადღაც კონფლიქტები ხდებოდა მაგრამ სასტიკი დაპირისპირება არ მიგვიღია და შენ ახლა როცა AI-ზე რა ხომ ლაპარაკობთ აჩენ სიტუაცია სადაც ერთს რაღაცა აქვს და მეორეს არ აქვს ეგ პრობლემას ქმნის თან ისიც არის რომ ჩინეთის ტექნოლოგიურ განვითარებაზე შენ ვერ იტყვი იმას რომ ძალიან ჩამოუვარდება უკვე ამერიკისას თვითონ პრეზიდენტი გამოდის და იძახის რომ ეკონომიკაში იმდენად ძლიერები არიან რომ მე ეკონომიკაში ჩინეთი უნდა გავაჩერო ამას იძახის ერთ დავუძებ ან შენ რისკს იმაში ხედავ რომ მე ამ AI-ზე კონტროლს დავკარგავთ და იქ სამხედრო იარაღები მე თვითონ გამოიყენებს თუ ისე იმათ ხელში არაა ვინც ხელში დღეს ატომური იარაღია ძალიან მარტივად მაგაზე უფრო მძაფრი იარაღი შექმნა შეუძლია AI-ს და მაგას ხედავ რისკს რომ პროსტა სახელმწიფო ლიდერები მოიყენებენ მაგას სათავეს ანუ ეხლა ხო ხედავთ რომ ბრძოლა ფრონტზე პრაქტიკულად აღარ მიდის ადამიანის ხელით ან დრონები იბრძვიან AI კიდე რადიკალურად დიდ შესაძლებლობებს გაძლევს მაგისას რა და მე ვამბობ უბრალოდ იმას რომ ავტორიტარული ქვეყნები ახსენე შენ თვითონ ავტორიტარული ქვეყნების ხელში ეგ AI რამდენად დიდი საფრთხეა მაგას
უსვავ ხარს. არა, ეგ გაზრდი გავიგე და მაშინ მაგას უპასუხებ, მე გეთახმები მაგში შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობ, რომელიც AI-ის მერაზოს ვერ შექმნის, ეგში შეიძლება მე ჩემეხოს. მაგრამ აი მაგში შიშს რო გავყვეთ, პირიქით AI უფრო მეტად და გამოვვითაროთ. იმის გამო რომ ავტორიტარული რეჟიმი, რუსეთი, ჩინეთი არაზოს არ გაყვება თამაშის საერთო წესებს. რომ აი ჩვენ არ ვქნით AI-ს, პირიქით ამათ AI ჭირდებათ რომ გაძლიერდნენ რაღაც თავის იმპერიალური მიზნები ანახორციელონ, ამის გამო ყოველთვის ესწრებიან რომ ეს განავითაროთ. და თუ ეს ავტორიტარული ქვეყნები რომელიც თამაშის საერთო წესებს არ მისდევენ, იმიტომ რომ არ გვევენ ყველა საერთაშორისო შეთანხმებას. რუსეთის და ჩინეთის. ამ დროს აქედან მხარეს მეორე პოლუსი რაც ხდება, მეორე პოლუსი თუ თამაშის წესებს დაიცავს და არ განავითარებს, საბოლოოდ შენი შიში ისევ შემოგიტრიალდება, რომ ძალთა ავტომატურად დაიღება. იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმები წესებს არ იცავენ და ისინი იცავენ. და თუ მე დავიცავ და შენ არ დაიცავ, საბოლოოდ მაინც მე დავზარალდები. გავიგე. ოღონდ ერთს და ხედა იარაღს მე თავიდან სამუშაო ადგილებზეც კაი კომენტები ქონდა. ერთს დავამატებ მაგას, რომ აი სამუშაო ადგილებზეც გადის რა. ანუ AI შექმნა კიდე თუ კონკრეტულად საქართველოს მაგალითად შევეხებით, ეხლა იქით ტრამპს და ჩინეთს რო თავი დავანებოთ რა. მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის AI ქმნის კიდე უფრო დიდ, ასე ვთქვათ, განსხვავებას კრებსით დასავლეთს და ყოფილ მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ შენ იმხელა ტექნოლოგიური განვითარება არ გაქვს, კი შენ რასაც იძახი რომ უნდა გქონდეს და ამის გამო უნდა ყოფილი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, რომლებიც ეხლა ცდილობენ რომ ანუ იმ პროცესებზე გადავიდნენ, რაც კრებსით დასავლეთში გქონდა, მაგალითად იყო უბრალოდ და შენ მაინც განსხვავება გაქვს იმ სახელმწიფოებისგან და ტექნოლოგიური მიმართულებით განსაკუთრებით და შენ კიდევ უფრო დიდი დრო გჭირდება იმისთვის და მაგის არ მჯერა ეხლა რომ ანუ რაღაც სიტუაციაში შეიძლება რომ ვიღაცამ AI-ის რაღაც განსაკუთრებული საშუალებები შენ მოვიდეს და ესე გიბოძოს, გაჩუქოს. კი, რაღაც ფორს-მაჟორულ სიტუაციაში შეიძლება ეგ. რასაც ვხედავთ ახლა მაგალითად უკრაინის შემთხვევაში და ეგ კატასტროფა არის, მაგრამ მე გეუბნები რომ შენ თუ შენ თავზე ხარ დაყრდნობილი და იძახი რომ ჩვენ როგორც საქართველოს ტექნოლოგიური განვითარება უნდა გავაგრძელოთ, კი უნდა გავაგრძელოთ, გეთანხმები, მაგრამ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ იმ კრებსით დასავლეთ დავეწიოთ რაღაცებში და ხო, და ეგ განსხვავება ჩვენთვის, ანუ მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის კიდევ უფრო კატასტროფაა, იმიტომ რომ რაზედ გახარ, ანუ მუშახელი ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლას ეხლა ცდილობ, ყავს ადამიანები, რომლებიც, რავი, საჯარო სექტორში ყავს უმეტესობა დასაქმებული და უბრალოდ ინტელექტუალურ სამსახურსაც თავი რო დაანებო, აი შენებლობაზე მყოფ ადამიანმა რა უნდა გააკეთოს, სხვა. ანუ თუ მაგ განვითარებაზე მიდიხარ და თუ არ მიდიხარ, ეგ კიდე სხვა პრობლემებს გიქმნის, რაზეც ვისაუბრეთ რა. უპასუხებ. საბოლოოდ საჯარო მოხელები ახსენე და რავი, AI თუ საჯარო მოხელებს მოგვაშორებს და ამდენი მიგორი პარაზიტი არ გვიყოლება, რომელიც საერთო დოვლათიდან ფული მეაქვს, რავი, მე მაგალითად გამიხარდება მაგ ხალხს სამსახურები და გავუშვებ. და ადამიანზე რაც შეეხება, ზოგადად მიმაჩნია, რომ ადამიანი რაცა ევოლუციურად მარტივად ეგუება ახალ გამოწვევებს და ახალ გარემოს. და მათ შორის მარტივად შეძლებს რაღაცებს გადაეწყოს და რაღაცები მიიღოს განსხვავებულად, ასე სხვა რაღაცაში გაიხმაურცოდნა და დასაქმდეს. მაგალითად, მაკდონალდსში, საქართველოს მაკდონალდსში ნახეთ ეს რაღაცა რობოტები, რომელსაც საჭიროება აქვს, მაგრამ არ გვინახია შემცირებული თანამშრომლებიან მაკდონალდსის გაბიცვა, რომ სამსახურიდან გაგვათავისუფლეს. ანუ ლოგიკურად შენ არის შიშიც გაქვს, ეგ შიში მაგან ვერ მოიტანა. საქართველოში იმ ხარისხით არ გვაქვს AI, როგორც დაწინაურებულ სახელმწიფოებში და ჯერ შეიძლება მაგიტო ვერ ვგზნოთ იმას, რომ მაკდონალდსის თანამშრომელი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ანუ რობოტ შეუძლია საკვები მოგიტანოს. კი ბატონო და რაღაც მომენტში გასაგებია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაკლებად განვითარებული ტექნოლოგიური შლები გაქვს და გადასვლა ჩვენთვის მაგ პროცესზე კიდევ უფრო არამტკივნეულად ხდება. შენ ხვალ თუ შექმნი რეალობას, სადაც AI-ის გაცილებით უფრო დიდ რაღაცეებს დაავალებ, გადასვლა მაგ პროცესზე იქნება გაცილებით უფრო მტკივნეული რა. კი, მესმის რომ ადამიანი ეგუება ბევრ რაღაცას, მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ შეგუების პროცესი მტკივნეულია ხოლმე ბევრისთვის და ეხა ამ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ სიტუაცია დაარქვი, რავი, ეკონომიკური მდგომარეობა დაარქვი, სტრატეგიული მდგომარეობა დაარქვი, თუ რაც გინდა დაარქვი, იმდენ დამატებით საფრთხეს ქმნის, რომელზეც ვისაუბრე. პროცესი რაც AI-ზე აბსოლუტურ გადასვლას გულისხმობს, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მტკივნეული და აი ჩემი 30 წამის შევაჯამო. ის ბოლოს რაც ვთქვი რომ არასწორ ხელში ჩავარდეს ვამ. საქმეც მაგაშია რომ არასწორ ხელში ვერ ჩავარდება. იმიტომ რომ დაუშვათ არ ამგონია რომ ამერიკამ საკუთარ ყველაზე მთავარ მოწინააღმდეგეზე რუსეთზე და ჩინეთზე AI გაყიდოს. და უბრალოდ ჯერა რომ ის ნაკლებად ეკონომიკურად დოლათური ქვეყნები ამას ვერ შექმნიან, მაგალითად ვერ შექმნის რუსეთი. ამას წირდება ძალიან დიდი ეკონომიკური დოლათი. მაგრამ ჩინეთმა შეიძლება შექმნას და გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ. ამიტომ ჯობია რომ ჩვენი პოლუსის მხარეს იყოს უფრო მეტად განვითარებული, რომ ამ საფრთხებისგან თავი დავისხიოთ.
კი ბატონო, რავი, მე დასკვნისთვის თითო წუთი გექნება თავი რომ ჩავრთოთ დროს, სოსო იწყებს ისევ და ცოტნე დაასრულებს ერთ წუთში რა თუ მოახერხო და თავი მოუყარო ყველაფერს. ხო, რავი, სათაურებად ვიტყვი რა, აზეც ყურადღება გამომახვილე მთელი, ასე ვთქვათ, დებატის განმავლობაში სამუშაოები იყო, ანუ მექანიზაცია შრომის, სამხედრო შეიარაღება, შემოქმედებითობა და ნუ რახან პოლიტიკას დავედით მაინც მაგაზე გავამახვილებ ყველაზე მეტ ყურადღებას რა. თუ იმაში მეთანხმები, რომ გლობალური აღმოსავლეთიდან თუნდაც ერთმა შეიძლება ჩინეთი რო ავიღოთ ეხა შექმნას ეგ, რომელსაც იმპერიალისტური მისწრაფებები აქ და ეხაც აკეთებს და ეგ საფრთხეა და მაგის საპირწონედ შეინძახი რომ საქართველოს მეორე მხარეს უნდა დადგეს. ანუ ეგ ნიშნავს იმის, რომ ჩვენ გვჯერა ასე ვთქვათ იმის, რომ სახელმწიფოები მსგავს სახელმწიფოებს გაუნაწილებენ ასე ვთქვათ პროცესიდან მიღებულ სარგებელს, რომლითაც მე ეგრე გადაჭრით არ მჯერა. ანუ არ მჯერა მაგის როგორც ავტორიტარულ სახელმწიფოებში, არ მჯერა მაგის არც კლებსით დემოკრატიაში, იმიტომ რომ ატომური ბომბი დღემდე არ აქვს დემოკრატიებიდან ბევრს. იმიტომ არ აქვს, რომ ანუ გადაწყვიტა ერთმა, რომ ეგრე არის საჭირო. ესია 10 წამი მორჩება და მე ესია საჭირო, რომ მე მქონდეს, რომ მე ვიქნები ბალანსი, სხვას არ ექნება და კი ბატონო. ანუ დემოკრატიის, ასე ვთქვათ, გენიალურობისაც ეგრე მარტივად არ მჯერა მე მაგ ამბავში. ჩავალოთ მე მაინც მგონია რომ AI არის კარგი და AI ჭირდება ადამიანებს, იმიტომ რომ ასე კაცობრიობის დიდი ცოდნა და გამოცდილება რაღაცნაირად ერთად სივრცეში ჯამდება და მე ეს სივრცე რაღაც სხვა წინსვლას მოგცემს, არის შენთვის ხოლმე სიკეთის მომდანი. რაღაც საშიშროებები მოაქვს, რაღაცები საშიშია, მაგრამ რაც ვახსენე, მე-19 საუკუნეში დენის ეშინოდათ და უნდათ რომ საერთოდ დენი ამერიკაში აიგზავნათ. და ამას ითხოვდა არამედ ჩვეულებრივი მოსახლეობა, არამედ იმდროინდელი მაღალი გამოსული წრეც. და მე ვიჯერა რომ თუ არ ვითარდები მუდმივად და მუდმივად თუ რაღაცა სასტორი არ გაქვს წირო, აი წინ უნდა წავიდე, ერთ ადგილას ვერ გაჩერდები ზღურად, ერთ ადგილას ვერ ჩერდება ვერავინ. ეგრევე იწყებ რეგრესს. ამერიკის რეგრესს მირჩევნია რომ უფრო და უფრო წინ ვიარო და ამ წინსვლაში კიდე რაღაც ახალ გამოწვევებს უპასუხებ. თუ რაღაც ადამიანების სამუშაოებს დაკარგავენ, მაშინ ამ ადამიანებს, რა ვიცი, უკვე გვაქვს რაღაცა სკანდინავიური სოციალიზმი, არის მენაკლებად ჯერა, მაგრამ იქ მაგის მაგალითი არის, რომ რაღაც ადამიანებს საყოველთაო შემოსავალი აქვს, საყოველთაო დოვლათი და რომ ჩვენ ქვეყანაზე თუ სავაჭრო გზა გადის და ის ყველას დოვლათია, მოდი ვინც არ მუშაობს, იმას აქედან უფრო მეტი წილი მივცეთ. და ესეთი ფაქტი კიდე ბევრია და უკვე ჯერ AI-ი განვითარებული არ არის. ასეთ უმუშევრად არ ადამიანებს ამ ვისაც უბრალოდ არ უნდა იმუშაოს, იმათ მაინც უხდით რაღაცას. ჩვენ არა ვარ სკანდინავია ხო აკეთებს. და AI-ის შემთხვევაში შეიძლება ეგრე მოვიქცეთ ადამიანებს. რომ კაი, პირველი ნაწილი დასრულდა. მაყურებელს შევახსენებ, რომ ვიმყოფებით დირთიებით ბარში, რომელიც მდებარეობს კიქოძის 9 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან ახლობით 2-5 წუთის ავალზე. აქ დაგხვდება ცოცხალი მუსიკა, კარგი გარემო, გემრიელი სასმელები, კარგი ხალხი და დანარჩენი თქვენზე როგორ გაერთობით, შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს მომწანდეთ საღამოს საათებში სულხია ეს პარი და მადლობა გადაუხადოთ და დაგვირთმა ეს სივრცე. გადავედით მეორე ნაწილზე, უკვე შეხურებულები ვართ, აღარ დაგისვათ კითხვას როგორ ხარ დარაგანწყობაზე, დარწმუნებული ვართ ერთ სული გაქვთ, როდის გადავალთ მეორე დებატზე. შენ ირჩევ უკვე ბარათს და შენ ირჩევ პოზიციას. მოდი ავიჩოთ. იარაღის ტარება ლეგალური უნდა იყოს. ნუ საქართველოზე გვაქვს რა თქმა უნდა ლაპარაკი. მე უხრევარ კი, მე იარაღს მოხდა. შენ ავტომატურად საწინააღმდეგო ეგრე იქნება. იცავ, მოვიფიქროთ არგუმენტები, გააქვთ დრო და მერე დავიწყოთ დებატი. აი, მზად არიან ბიჭები, ცოტნე იწყებს ამჯერად 2 წუთი ექნება გახსნისთვის. ჩავრთოთ დრო თუ ხარ მზად? ევადო, მანიშეთ და ვიცავ. დრო ჩაერთო. პირველ რიგში ახსნი და არის ჩემთვის იარაღი. იარაღი არ არის რაღაცა სტანდარტული ნივთი, რომლის ფლობა შეიძლება ქაოსურად, რომლის გაყიდვა შეიძლება ქაოსურად და მithmetes გამოყენებაც. ანუ რაღაცა ნივთი არის, რომელიც არის ადამიანისთვის საჭირო, მაგრამ ამას რაღაცა წინა რეგულაციები აქვს და რომელიც არის მოსაფრთხილებელი. ანუ სტანდარტული პროდუქტი არ არის, რომელსაც ყველა ლიცენზიის გარეშე გაყიდის მაღაზიაში. ესეთი იარაღი არ არის, ჩემთვისაც იარაღი არის მოსაფრთხილებელი ნივთი. პირველ რიგში ვიტყვი ამას. რაც შეეხება რატომ უნდა იყოს იარაღი აუცილებლად ლეგალური. ანუ ზოგადად ლეგალურ რაღაცებთან მაქვს პრობლემა.
არსებობს რაღაც პროდუქტები, რაღაც ნივთები, რომელსაც რაღაც სახელმწიფო აწესებს კონტროლს, რომ ამას თქვენ ვერავინ ვერ გაყიდით და ან ვერ გაყიდით, ან ვიღაცებ გაიყიდა, მაგრამ ვიღაცებ სახში ვერ გექნებათ. და ამის პარალელურად არსებობენ შავი ბაზრები. შავი ბაზრები სადაც იყიდება ყველგან ყველაფერი. ანუ სოფლიოს ისეთი დაცული წერტილების, რომელიცაგან თავ შეერთებული შტატები, როგორც არის რაღაც გერმანია, იქაც კი არის შავი ბაზარი, სადაც იყიდი ნარკოტიკს, სადაც იყიდი იარაღს. ანუ დგება ესეთი სიტუაცია შენს ქვეყანაში, საქართველოში მით უმეტეს. სადაც შენ არ გაქვს იარაღი, იმიტომ რომ მე არის პატრიოტული მოქალაქე ვარ და არ მინდა ციხე იწავს და მარტივად აგიხსნი, მაგრამ არის ვიღაც ადამიანი, ვისაც საერთოდ კრიმინალური მენტალიტეტის ქვეშაა, ის ძალიან მარტივად ყიდულობს იარაღს და ზუსტად 5 დღის წინ ვიღებთ სხვა ჭავჭავაძეზე მოყვდა ადამიანს, რომელიც იარაღით აჭრეს უკნიდან. იმას ჰქონდა იარაღის ფლობა, იმისთვის ლეგალური იყო, არა, იმისთვის არალეგალური იყო, მაგრამ ის კრიმინალი იყო და კრიმინალს ავტომატურად არ აინტერესებს არალეგალური რაღაცები. მეორე არის ჩემთვის ზოგადად საქართველო. კავკასიაში ვართ, ერთ-ერთი ყველაზე რთულ რეგიონში, სადაც ყველა მეზობელი ჩვენი არის რაღაცნაირად ტერიტორიული დავა გვაქვს ყველასთან. ეხლა შეიძლება რაღაცები გაცოცხლებული არის თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მაგრამ ისტორიულ მეხსიერებაში გვაქვს სადავო ტერიტორიები. მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. და ეხლა ესეთი სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში, რომ სანამ ჩვენთან ომის დაწყება უნდა ვიღაცას, ან ომის დაწყებან მეორე მაგალითი კრიმინალურ ჯგუფს უნდა შემოსვლა. ის რას ფიქრობს? აქ რომ შევდივარ, ყველა ქუჩაში, ყველა უბანში, ყველა ქალაქში შეიარაღებული საზოგადოება არის, ვინც იცის იარაღი რა არის და როგორ გამოიყენოს და აქ მეხვდება მასობრივი წინააღმდეგობა. ეს უფრო საშიშია ჩემთვის, ვამთავრებ, თუ სადაც შევდივარ, ვიცი რომ 10000 ჯარისკაცი ყავს, ანუ 10000 კაცმა ისვრის იარაღიდან, ეს 10000 კაცი ყავს გასანაინტერესებელი და მე ეს ქვეყანა ჩემია. ჩემთვის რომელი უფრო ის იქნება, რომელი შემთხვევაში უფრო მოვერიდები. გასაგებია. კი ბატონო. შენ გახორი წუთი. ხო, ჩემი არგუმენტები თავისთავად შეეწინააღმდეგება რამოდენიმე რას თქვი იმას. კაი, პირველი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორია არის სახელმწიფოს შექმნის იდეის, რომ მე ვთმობ ჩემი თავისუფლების ნაწილს იმისთვის, რომ რაღაც ორგანიზაციას გადავცე, რომელიც პირველ რიგში დაიცავს ჩემ უსაფრთხოებას. იარაღის ფლობის იდეა მაგას ნიშნავს, რომ სხვა ვერ იცავს ჩემ უსაფრთხოებას და მე რაღაც მომენტში მაქვს საშუალება, რომ გამოვიყენო ეს სროლო და თავი დავიცვო. თუ მე ჩემი ნებით გადავცემ რაღაც მომენტში ამას სხვა ორგანიზაციას, რომელსაც სახელმწიფო ქვია, მაშინ მე ექსკლუზივი იმ ძალადობაზე რომ იარაღი გამოვიყენო, აღარ უნდა მქონდეს, ანუ იდეა ეგ არის. ექსკლუზივი ძალადობაზე სახელმწიფოს მთავარი არსი რო არის, რაზეც წესრიგი და კანონი დგას, მაგას ახნაც არ ჭირდება ჩემი აზრით რა. საქართველოში მაგას ეხ დამატებული რა პრობლემაების არის ის, რომ კანონისადმი წმენა ადამიანებს რამდენად აქვს, ანუ ვიღაცას სახელმწიფო დააწესებს, რომ აქვს ამის უფლება, ვიღაცას არ აქვს. შენ რასაც ამბობ, რომ მე შემიძლია იარაღი ვიყიდო ლეგალურად, რამდენელით მაფასებს მე ვიღაცა, რომ იარაღის ფლობის უფლება მაქვს ან არ მაქვს. ანუ მაგალითად ფსიქოლოგიური მდგრადობა რო ავიღოთ, შენ თუ გაწერ რომ რაღაც ფსიქოლოგიური მდგრადობის ადამიანს შეუძლია იარაღი ატაროს, კი, სადაც კანონი მუშაობს ისე როგორც მუშაობს, ამ ადამიანს შეამოწმენ, მაგრამ საქართველოში კანონი როგორ მუშაობს, ჩემზე უკეთესად თქვენ თქვენიც. მით უმეტეს ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 90-იანების გამოცდილება იყო, სახელმწიფო როგორც ინსტიტუტი რაღაც მომენტში გაუქმდა და ქუჩაში დარბოდნენ იარაღიანი ადამიანები და შეეძლო რომ ნებისმიერ სხვისი საკუთრება წაიღო იმის გამო რომ მე იარაღი მქონდა, მას არ ქონდა. ანუ ეგ ფაქტი რომ სახელმწიფო ვერ მიცავს, მე ჩემი თავის დასაცავად იარაღს ვიყიდი, ახალისებს სხვასაც რომ სხვამაც იარაღი იყიდოს და შეიძლება კატასტროფული შედეგი მოგვცეს ადამიანებმა უბრალოდ ერთმანეთი დაუხოცოთ. ეგ რასაც შენ ამბობ, ეყრდნობა იდეას, რომ ადამიანი რაციონალურად მოქმედებს და თუ იცის, რომ იმას იარაღი აქვს და მეც იარაღი მაქვს, ერთმანეთს არ დაუხოცავთ, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში გვაქვს მდგომარეობა, რომ ცოტა ემოციური ადამიანები ვართ და ხშირად ელემენტარულ რაღაცაზე შეიძლება ერთმანეთს ისე გავუსწორდეთ, რომ არ დავფიქრდეთ რა. და ბოლო რაც არის, მიწის ქვეშ გადასვლა, ის ფაქტი, რომ ეხა არალეგალურია და მიწის ქვეშ გადადის, არ არის არგუმენტი, ანუ თუ ლეგალურს გახდი, მაინც შეიძლება შენ ნახო ადამიანები, რომლებიც არალეგალურ იარაღს მიწის ქვეშ გადაიტანენ და ისე გაყიდიან რა. ოკეი, გასაგებია ორივეს არგუმენტები. პრინციპში უკვე გადავიდეთ, შეგვიძლია საერთო დროზე კონტრარგუმენტებიც საკმაოდ გქონდათ. პირველი არის რომ ჩემი დაცვის უფლება გადავეცი სახელმწიფოს. მოდი ახლა ვიღოთ ზოგადად დანაშაულებებზე დავფიქრდეთ. პირველი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დანაშაული არის გაუპატიურება. რამდენ წუთში ხდება დაუშვათ ქალის ან კაცის გაუპატიურება. ეს დრო, ეს არის ამერიკული სტანდარტია, გაზომილი სტანდარტია, რის დასაშვება ძალიან მარტივად შეიძლება. ქალის გაუპატიურების დროს დაუშვათ დანაშაულის ჩადენის დრო, რამდენად ემთხვევა 112-ის რეაგირებას და დანაშაულის აღკვეთას. და ამას შორის იმხელა განსხვავებაა, რომ დანაშაული ჩადენილია მსხვერპლის მიმართულია და უკვე დანაშაულის ფაქტურად სახელმწიფო ვერ აღკვეთ. ამ სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლება მივეცით, მაგრამ სახელმწიფო ამას დროში ვერ ასწრებს. შეიძლება ავის პატრულის მანქანა პოლიციაში სასწრაფოში გაიჭროს, ან საერთოდ თუნდაც ვერავინ ვერ დარეკოს, რომ სახში მოგივარ და ვიღაცა გაუპატიურებს. ანუ შენ სახელმწიფოს გადაეცი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ყველაფერნაირი უფლება აიყარე. ყისერი საფრთხის ხარ არის. ყისერი საფრთხის არსებობს, მაგრამ ფილტრები თუ არსებობს, არ არსებობს, ეგ შემომიტრელი და მე
ჩემი დასაწყისში ბევრი ვილაპარაკე მაგაზე, რომ ჩემთვის იარაღი არის საფრთხილო ნივთი და აქედან გამომდინარე ყველა მარტივად ვერ გაკიდის და ყველა მარტივად ვერ იყიდის. რა შეხება 90-იანებს რაც შეხება. რამდენი უბრალოდ არგუმენტს უკავშირებ. 90-იანებს რაც შეხება, 90-იანებს პრობლემა ეგ იყო, რომ ვიღაცებს ჰქონდათ იარაღი და ვიღაცებს არ ჰქონდათ და იმ იარაღიანმა კლასმა დაჩაგრა უიარაღო ხალხი. და მე სწორად ეგ არ მინდა, რომ ჩვენ რო ვიცოდით რომ ყველა შეიარაღებულია, ტექსტში ორივე კაცმა რო იცის რომ ორივე ჩიბეს რაღაც იარაღი უდევს, ორივე ერთმანეთს არის ძდილობიანი. და საუბრობთ საქართველოში არ იყო ეგრე, მათ ჰქონდათ იარაღი და ჩვენ არ ჰქონდა და ამის გამო დავჩაგრეს, ჩვენ და ემოციურები ვართო და ზოგადად ემოციურობა არ არის ეთნოგრაფიული აღავია, რომ ქართული მოვლენა არ არის, ეგ არის კლიმატის და გეოგრაფიის, სამხრეთული მოვლენა. ყველა სამხრეთის ქვეყანა ემოციურია. მაგრამ არის იტალიაში იარაღი ლეგალიზებული და რავი არ გამოდიან. თან ისეთი იტალია, სადაც რაცა შიშებია, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ პროვინციებს ავტონომიისკენ მისწრაფება აქვს. რავი არ გამოსულა ესპანეთში რაღაცა არ გამოსულა ხალხი აჯანყებით იარაღი ხელში, მაგრამ იარაღი ისა და ქვია ლეგალურია. პრობლემა მაგაშია. სახელმწიფოს გადაეცი ექსკლუზიურობა, მაგრამ სახელმწიფო თავის დროზე ვერ ახერხებს ასე რა ქვია რეაგირებას. და თავარი მაინც გონია რომ თავდაცვის არგუმენტი არ უნდა დაიგნორო, იმიტომ რომ ქართველი ხარ სავარაუდოდ იარაღის გამოყენება იჭვაქ რო არ იცი, ისევე როგორც მე. და რავი საჭირო საფრთხის შემთხვევაში ორივე ვართ უხერხულად სათქმელია. შენზე რომ ჩემ თავზე ვიტყვი გამოუსადეგარები. კი ბატონო. იმიტომ რომ ვერ შევეწინააღმდეგებთ. უკრაინის მაგალითად რომ მოვიყვანოთ, უკრაინას ამის ფუფუნება ქონდა, იმიტომ რომ იმხელა ტერიტორია რომ ადგილები იყოს და ომი არ იყო. და ეს დავამთავრებთ წინააღმდეგობას. ხალხი გადაიყვანეს ისეთ სადაც ომი არ იყო, იარაღის ტარება ასწავლეს და ფრონტზე წამოვიდა. ჩვენთან ეგ არ იქნება. კაი. პირველი რითიც დაიწყო არის რომ არის რიგი შემთხვევები, როდესაც ანუ შენ ექსკლუზივს სახელმწიფოს ათმობინებ იმის გამო, რომ იმ წამს სახელმწიფო რეაგირებას ვერ აღწევს და გაუპატიურების შემთხვევა მოიყვანა. ეხლა ისე არ ჩამოთვალოს თითქოს გაუპატიურებას რაღაცა სხვა დანაშაულს, ასე ვთქვათ, ანუ რომელი უფრო დიდი დანაშაულია, იმას ვადარებ ერთმანეთს. უბრალოდ, როდესაც საქმე ეხება იარაღს და ვიღაც ჩემთან დანაშაულით მოდის, რომ მე შეიძლება რაღაც ჩემს სინდის შეეხოს და მე ამის საწინააღმდეგოდ მივდივარ და მის სიცოცხლეს ვეხები. ეგ არის ის, რომ ანუ რავი, კონსტიტუციებში წერია, ხო, პირველი არის ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა რა. ანუ იმას კი არ ვამბობ, რომ ერთი დანაშაული მეორეზე ცუდია, მაგრამ როცა შენ ამის უფლება არ გაქვს და მკვლელობას ჩადიხარ იმის გამო, რომ სხვისი დანაშაული აღკვეთ, ანუ ეს გაუპატიურება არ შეიძლება იყოს მარტო. შეიძლება ვიღაცა ჩემი ნივთის დასათმევად მოდიოდეს და მე ამის გამო მის სიცოცხლეს შევეხო. ანუ შენ მაგ დროს ერთმანეთთან აყენებ, რომელი უფრო დიდი დანაშაულია რა. აი მანდ მივდივარ, როცა ირაციონალ შენ ამბობ, რომ ანუ ეს სამხრეთული ტემპერამენტი და ასე შემდეგ რა, როცა მე ვამბობ, რომ ადამიანის ირაციონალურობის უფრო მჯერა ხშირ შემთხვევაში ვიდრე რაციონალურობის რა. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეგ სამხრეთული ტემპერამენტი არ არსებობს, ხდება შემთხვევები, რომ ადამიანები ერთმანეთს კლავენ და 90-იანების გამოცდილებაზე როცა საუბრობ, რომ ვიღაცას ჰქონდა იარაღი და იმას ჩაგრავდა, ვისაც იარაღი არ ჰქონდა. რავი, არ ვიცი, შემთხვევები იყო, რომ ადამიანები ჯგუფებად ერთ მხარესაც იარაღი ჰქონდა, მეორე მხარესაც იარაღი ჰქონდა და კონფლიქტის გადაჭრის გზა იყო ის, რომ მივდიოდით, სადღაც დავდგებოდით და მეც ვისროდი და შენც ვისროდი. შეიძლება იყოს სტანდარტად, იმიტომ რომ ეგ არ ყოფილა ჩვეულებრივი მოვლენა, ეგ იყო ქაოსი. სტანდარტ, ხო და ზუსტად მაგას ვამბობ, შენ როცა მაგ ქაოსის გამოცდილება გააქვს და ცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც რაღაც ამ წამს შევი ცხოვრობ, რომ 90-იანები დადგება? არა, ამ წამს მაგშიშებით შეიძლება არ ცხოვრობდე, მაგრამ ჩემი წარსული გამოცდილებაა და მე ვიცი, რომ ადამიანები, რომლებიც იმ 90-იანების მონაწილენი იყვნენ, დღეს კიდე ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. შენ აგირჩევდი 90-იანებში რო გეცხოვრა, შენ სახში იარაღი ყოფილიყო და შენ ცოლი და შვილი დაგეცვა თუ რო შემოგვიდა? საერთოდ არ მინდოდა 90-იანებში ცხოვრება, ამით დავიწყოთ, მაგრამ ანუ ის სტანდარტი გინდომებოდა რომ ქონდა და უბრალოდ მან ჩემი აზრით ჩემში ცოტა უფრო მეტი პაციფიზმი გაიგვიძებდა და საერთოდ არ მინდომებოდა იარაღი. ოჯახის დაცვა არ მოგინდომებოდა? ოჯახს დავიცავდი იმ საშუალებებით, რაც მექნებოდა. იარაღი არა. ანუ სხვასაც რო რა, არა, სასამართლოში არ უჩივლად. აბა რას იზამთ? რას? ავტომატურად კაცის წინააღმდეგ რა შეიძლება გახდე? ვერ გახდები ვერაფერს, მაგრამ ეგ არ არის არგუმენტი იმის, რომ ყველა იარაღი აიყოს ხელში იმისთვის, რომ ავტომატურად კაცის წინააღმდეგ წავიდეს. ანუ და ბოლო რასაც ვამბობ არის ის, რომ ბოლო რასაც ანუ მოკლედ 90-იანებში რატო არ მოდიოდა? მე გითხრა რატო არ მოდიოდა? პოლიციაში დავამთავრე და თქვი, იმიტომ რომ 90-იანებში კრიმინალს ჰქონდა ავტომატი და პოლიციას ჰქონდა პისტოლეტი 2 წვრით. კი ბატონო, გავიგე. ხო, მით უმეტეს მე ეგეთი სახელმწიფოს ეგეთი გამოცდილება როცა გაქვს, ეგ ცალკე პრობლემაა კიდე და ეხა უყურე მე რას ვამბობ.
ინსტიტუტებისადმი ნდობა ეგ ერთი საქართველოში გაქვს რომ ყველა სამართალდამცავს აქვს იარაღის ტარების უფლება და ჩემზე კარგად ხედავდი ვიღაცის ხელში ძალაუფლება თუ არის და საპირწონედ აკითხარეს ძალაუფლება ვიღაცას აქვს რა დაპირისპირება შეიძლება მოიტანოს ჩვენ თვითონ ვამბობთ მაგას რომ ანუ პროტესტი იმ შემთხვევაში იქნება კარგი მარტო თუ მშვიდობიანი იქნება ანუ ეხლა რასაც ვამბობთ რომ მაშინ სახელმწიფო უნდა გააუქმო ისევ თუ მაგ ლოგიკით მივდგები რომ მეც იარაღი რომ მქონდეს მე იარაღი რომ მქონდეს იქიდან პოლიციელი თუ იარაღით მომსდევს მე ანალოგიურად უფლება მაქვს რომ პოლიციელს ვესწავლო და ეგ არანაირად არ ნიშნავს იმას რომ ასე ვთქვათ ბალანსის ლოგიკა მან დაარმუშავებს ისე როგორც წეგანდელ საკითხებზე. ამორალურად მიმაჩნია აქციაზე იარაღით რო აქვს ლეგალურიც რო. მაგასაც სხვა არის მაგაზე. კი ბატონო და მაგასაც რო თავი დაანებო კიდე 90-იანების გამოცდილება რატომ მოვიყვანე. მოკლედ პირველი რაც ვთქვი რომ ანუ ადამიანის რაციონალურობა და დათმობა საკუთარი თავისუფლების რაღაც ნაწილის. ანუ ეგეთი რაღაცა არის თეორეტიკოსი რომელიც ამას წერს 90-იანებში იყო ეგ ზუსტად რა. სადაც არ გაქვს შენ აღმატებული რაღაცა სივრცე რომელსაც დაარქმევ ხელისუფლებას შენ გაქვს მდგომარეობა, რომელსაც ქვია ომი ყველასი ყოველს წინააღმდეგ, ჰობსის რაც არის. ომი ყველასი ყოველს წინააღმდეგ ნიშნავს, რომ მე მინდა აგური, შენც გინდა აგური და ერთადერთი გზა იმის, რომ გავიყოთ აგური არის მე და შენ ბრძოლობთ. და რაციონალურობის არგუმენტი შემოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ გაქვს შიშის ქვეშ მყოფი ადამიანი, რომელსაც რაციონალურობას აძლევს ის, რომ აი ვიღაც დამსჯის და თუ ვიღაც დამსჯის მას უნდა კონდეს იარაღი და მე თუ ანალოგიური ძალით ვარ შეიარაღებული, ნიშნავს რომ ბრუნდებით იმ მდგომარეობაში, რასაც ქვია ომი ყოველს წინააღმდეგ და ეგრე გამოდის რომ ყოველს იარაღის ფლობის შემთხვევაში უბრალოდ ემოციით რაღაც მომენტში შეიძლება ვიღაცა მოკლას, უკანონობა მოიმიზეზოს იმ დამს რომ ეკანონი ვერ მიცავს და მორჩა ამით დასრულდეს ყველაფერი. ხედავ რომ ანუ სახელმწიფოს როცა იქ ძალა აქვს, პირიქით უფრო მეც უბედავს რა ხალხს. ანუ იარაღია საზოგადოებას, ზოგადად სახელმწიფო უფრო სიფრთხილით კი ბატონო. დღესაც ან რას გაგვიბედეს ჩვენ ვერ გაგვიბედა რომ გონია ის ლეგალური ყოფილიყო იარაღი, იმიტომ რომ ეგ შიშიც ეკნებოდა. კი ბატონო, რა შეიძლება რომ ეგ საკითხის განიხილო ეგრე რომ აქციაზე იარაღიან მყოფ ადამიანს ნაკლებად გაუწევს ისეთ წინააღმდეგობა. იარაღის ლეგალიზების მომხრე ვარ, მაგრამ არანაირად რომ აქციაზე იარაღი გავხიდე. ეგ მორალური მაგრამ ეგ ამორალური მგონია და სამართლებრივადაც არ უნდა შეიძლებაოდეს ეგრე მგონია. ეგეთი утоპიური და ქაოსური იარაღის მომხრე არა ვარ. რაც ეგ ვთქვი რომ იარაღი რაც საშიში ხო და მაშინ შენ თვითონ გავიგე მაგრამ უფრო დიდი რისკებია სასწორზე რისკისგანაც დაცვა მჭირდება მე შენ თვითონ ხო ამბობ საფრთხეებზე რას ფიქრობ აი კავკასიაში ხარ აქ ხარ და გვერდზე ყავს რუსეთი რომელი უფრო ის არის როდესაც აქ ყველა შეიარაღებულები ვართ და იარაღის ხმარება ვიცით თუ არავინ შეიარაღებული არ ვართ რუსეთისთვის შენი ფიქრე შენ ტერზე რუსეთისთვის რა უფრო კომფორტულია ქართველებს იარაღი აქვს თუ იარაღი არ აქვს შენ რომელი გერჩინოს რუსეთი გაგცე მე ხავე მაგაზე პასუხს ოღონდ იქამდე წეგანას თქვი მაგაზე მინდა რომ რაღაცა გიპასუხო რა წეგან თქვი რომ კანონი ხშირ სიტუაციაში ისე არ მოქმედებს როგორც უნდა მოქმედებდეს ამ სწრაფი რეაგირების საშუალება არ აქვს და მაშინ ვერანაირ გარანტიას ვერ გაძლევს კანონი იმისას რომ იარაღის ტარების შემთხვევაში კიდევ უფრო კატასტროფულ შედეგს არ გამოიწვევს ეგ ანუ ვიღაცას აქვს ვიღაცას არ აქვს ეგ ახლაც ესეა ხო და მაგას ვამბობ იარაღის ტარების შემთხვევაში კიდევ უფრო კატასტროფული შემთხვევა შეიძლება მოგიტანოს ერთი იარაღიანი ადამიანი უფრო საშიშია თუ 10 კანონურში მოქალაქეს მიშდება კანონიერი შანსი რომ იარაღი მქონდეს. კრიმინალ საფეხებზე კიდეა. ბადრი ესევა სრულად დაფიქრებული ავტომატურად ლეგალურია თუ არა, შევარდა და გაიტანა ბანკი. კანონმორჩილი მთვრალი მოქალაქე საშიში არის იარაღით ხელში თუ არა? ქართველი, აი ძალიან მთვრალი ქართველი საშიში არის თუ არა? ეს ქართველობას რო აკრინებენ ძალიან კომუნისტური ანუ ქართველობას არ ვაკრინებ შენ თვითონ თქვი რომ სამხრეთში ცხოვრებ ადამიანებს რაღაც ტემპერამენტი და ხშირად ისეთ რაღაცეებზე ისეთი ბრაზის მოზღვავება გვახასიათებს ხოლმე როგორც მაგალითად საშუალო სტატისტიკურ ინგლისელს არ ახასიათებს და მაგიტომ სუფრის კონფლიქტი ხშირად ისეთ სიტუაციაში გადაძრდილა რომ არც მინდა წარმოვიდგინო იქ ეხა 10 ადამიანს რომ ჯიბეში იარაღი უდევს სტატისტიკური ბრიტანელი ბევრად უფრო ბევრს სვამს ვიდრე სამხრეთელი კი და იქ რო იარაღი არის ლეგალიზებული რატო არ ხოცავენ ეს იმიტომ რომ დადასტურებული ფაქტია რომ რაციონალურობის გრძნობა ჩრდილოეთის ხალხებში გაცილებით უფრო მეტია ვიდრე სამხრეთულ ფაქტებში რაც წეგან შენ თვითონაც დამიდასტურე ფინეთში რო არის მაგალითად ხალხი შეიარაღებული ფინეთში არის შეიარაღებული და ეხა ერთ რაღაცას გეტყვი ფინეთი არის ბედნიერების ინდექსით არ ვიცი რომელ ადგილზე და დადასტურებულია რომ ფინეთში მკვლელობა იარაღის გამო რაც ხდება იცი რის გამო ხდება ადამიანებს იმდენად თავში კლავენ ერთი და ადამიანებს იმდენად საზრუნავი არ აქვს რომ ადამიანებს იმდენად საზრუნავი არ აქვს არანაირი სოციალური პრობლემა არ გააჩნიათ, რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო რჩებათ რაღაცებზე საფიქრებად, რაც იწვევს დეპრესიას და რაც სრულდება თვითმკვლელობით. ანუ ეგ იარაღი ლეგალური ევროკავშირის ჩეხეთში და შვეიცარიაში სრულად, ანუ ლიბერალიზებული. ამერიკაში და კიდე არის ამერიკაში და არის კიდე კოლუმბია, კოსტა-რიკა და ეგეთ ქვეყნებში. კოლუმბიაში, კოსტა-რიკაში და ეგეთ ქვეყნებში არის ძალიან ხშირი მკვლელობა.
ჩეხეთში და შვეიცარიაში არ არის ხშირი ყველობები, ანუ მაგამდე დავდივართ, რომ იარაღის მიცემა ზოგი ხალხისთვის შეიძლება, ზოგი ხალხისთვის არ შეიძლება რა. არ შეიძლება აღზრდა ფუნდამენტი. აღზრდა ფუნდამენტი. დღეს რო დაიწყო მაგაზე მუშაობა, რომ იარაღი უნდა იყოს ლეგალური, დღეს და ხვალ კი არა რამოდენიმე წლის შემდეგ. ანუ მაგის მუშაობა გინდა რომ დაიწყოს, ლეგალური გინდა რომ ლეგალური. არა, ეხლა დღეს კანონი მივიღოთ და ხვალ და ხალხში იარაღი დავარიგოთ, რა თქმა უნდა არა, მე ვფიქრი რომ ჩემთვის საფრთხილო არის მეთქი, იმიტომ რომ ყველობა შეიძლება მოხდეს, რაც ადამიანის სოციალური ძალიან ფუნდამენტალური რამეა ყველასათვის, ხო? მაგრამ თავდაცვისთვის იარაღი არის საჭირო ნივთი. აი, გადავიდეთ დასკვნებზე, უკვე შენიწყებ ისე ერთი წუთი გექნება დაახლოებით რომ შეაჯამო. შეჯამებას რაც შეეხება, მე მგონია რომ ქართველების სტანდარტული ხალხი ვართ. არ ვართ სხვებისგან განსხვავებული და რაღაცა კომუნისტური აზრი არ მომწონს, რომ აი ქართველის ხელში იარაღი რაღაცა თლად დალაგებული ვერ არის, სუფრაზე გაისურის. ეგ არ მომწონს ეგიდია, იმიტომ რომ ისტორიულად ვართ მიუმარი ხალხი და შუა საუკუნეებში რომ იმეს აზრად მოსხურდა რომ მოდი აზნაურებს იარაღი ჩამოვართვათო და მარტო მეფიჯარს დაუტოვოთ და ჩემი აზრით დამოუკიდე. ეხლა სახელმწიფო არ გვიქნებოდა. იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში რუსეთი შემოვიდა, ეგ იქნა იარაღი გაიტანა პირველი რაც ქნა. და იარაღი რო გაიტანა, მე მაგიტო გამყოფა ესეთ დღეში. და შენს პოლიტიკურ ოპონენტს და ოპონენტს რომელსაც შენი სახელმწიფოებრობა ეზიზღება. ყოველთვის აინტერესებს რომ შენ იყო მაქსიმუმად სუსტი და იყო დაუცველი. და მე არ მინდა რომ დაუცველი ვიყო და ჩემს პასუხისმგებლობას ვიაზრებ, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ მოდის. და ფუნდამენტურ საკითხს რაც შეეხება, იარაღი არ არის, რაც თავიდანვე თქვი, სტანდარტული ნივთი, ქაოსურად რომ მიაწოდო და ქაოსურად გარიდო. ამას ჭირდება აღზრდა, თაობების სკოლიდან მოყოლებული უნივერსიტეტი და შემდგომშიც ეს ენელა იარაღის მოწოდება ჩემი აზრით შეიძლება და არაფერი კატასტროფული არ მოხდება. აი, დანიშნულებაა თვითონ იარაღის უარყოფითი და მაგიტო არის ხალხში ეგ განცდა, რომ იარაღი საშიშია და მაგიტო გამოვიგონეთ და რას ვიზამთ. ხო, ნუ მაგრამ შენ დანიშნულებას თავად მე-19 საუკუნეში გამოვიგონეთ და ვიცი უარს არ ვიტყვით ალბათ არასდროს სამწუხაროდ. აი, სოსოსთანაც გადავიდეთ ერთი წუთი შევხვდით. ხო, რავი, ანუ მე ისევ იგივე იდეას ვამბობ, რომ საფრთხე, რა თქმა უნდა, აღვიქვა მაგას რავი, ირაციონალური უნდა იყოს, შენ თვითონ მაშინ მაგას რო არ აღიქვავდე, რომ ამ წამს საგარეო საფრთხე შენ გაქვს, მაგრამ საგარეო საფრთხემდე შენ იარაღის დარების უფლება უშუალოდ სახელმწიფო სისტემაში რა პრობლემებს გიქმნის მაგას გაცილებით უფრო მტკივნეულად აღვიქვავ ვიდრე შენ. აზნაურების მაგალითი მოიტანე და კი გაცილებით სხვა ეპოქა იყო მაშინ და გაცილებით სხვა ეპოქაა, ეხლა კიდე ერთხელ ვამბობ, ეხლა ჩვენ რავი წოდების მიხედვით ადამიანებს იარაღს არ ვაძლევთ, მე მგონი ყველა დემოკრატიაში შესაძლოა კი, მაგრამ ანუ წოდების მიხედვით ადამიანებს იარაღის დარების უფლებას არ ვანიჭებთ, მე მგონი და მაგითო. და ბოდიში, წინა სადებატო საკითხი რაც იყო კიდე AI, ადამიანები ნაკლებად ბრძოლობენ, უკვე შენ თვითონაც ამბობდი მაგას, ხელჩართული ბრძოლები და თუ AI-ის განვითარებას კიდე ერთხელ ვამბობ, ემხრობი ეგრე ძალიან შენ, მაშინ ადამიანს კი ნუ დავაჯერინებთ იარაღს აუდგეთ და ის დრონები ვიყიდოთ, რომელიც მიდის და იმას ებრძვის უკეთესად ვიდრე ადამიანი. აი, დრო გავიდა, ანუ მე მართლა ძალიან ვისიამოვნე და იმედი ამაყურებელმაც თქვენი დებატებით. კიდე მოგისმენთ სიამოვნებით, მაგრამ ნუ დროსაც გავწდით რეგლამენტის დაურღვეთ, მაგრამ შეიძლება ერთი პატარა რაღაც არ ვიდებატო, უბრალოდ ერთი არა შეიძლება თქო, ხო იცი. ერთი ფაქტის გახსენება მინდა უბრალოდ. ასლან აბაშიძე აჭარაში როდესაც თავის დიქტატორული რეჟიმი ჰქონდა დამყარებული, ეგეთი რამე გააკეთა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატებს აუგრძალა იარაღის მიწოდება. ანუ იარაღის დარების უფლება უნდა ქონოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს და ოპოზიციონერებს აუგრძალა. მაგრამ ვინც მისი მომხრე იყო და ასლანის პარტიაში ირიცხებოდა, იმათ მიცა. ხო და ეხა 2025 წელი დადგა და ფუში თუ ფუშინ წინ ქართულმა ოცნებამ მიცა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ეს უფლება დაუბრუნა. ისე მოიქცა როგორც წარსულში ასლანი. ამიტომ რაც ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს მისი მომხრეებისთვის იარაღის მიცემა. და მე მაგის გამიგდა თავის მაგაში გეთახო. კი, ოღონდ რავი, რა ვქნათ ეხლა და ავტორიტარულ რეჟიმის წინააღმდეგ შევიარაღდეთ და იარაღი ვესროლოთ, ანუ მაგ ლოგიკას ვერ ვხედავ მე უბრალოდ. უნდა შეიკავო მაქსიმუმად. აი, დავასრულოთ, ძალიან სასიამოვნო იყო. მართლა თქვენი მოსმენა. მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ გამოიწეროს არხი და დაალაიქოს ვიდეო, რომ მეტი დებატები იხილოთ ჩვენს YouTube არხზე. მადლობა გადავუხადოთ დირთებით ბარს, რომ დაგვითმა ეს ადგილი და მოგცეთ საშუალება ამ ვიდეოს გადაღების. შეგახსენებთ, რომ ეს ბარი მდებარეობს კიქოძის 9 ნომერში, თავისუფლების მეტროდან ახლოს 5 წუთის სავალზე ფეხით. ყოველ საღამოს შეგიძლიათ მოგბრძანდეთ, დათქმეთ ხარისხიანი მუსიკით, ოღონდ მართლა ხარისხიანი მუსიკით, ცოცხალი ბენდით და კარგი გარემოთი. მადლობა, ბიჭებო, კარგი იყო ზარმა.